22 წლის შემდეგ ქარელის რაიონის სოფელ იმერხევში მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. სოფელში მცხოვრებ 58 ოჯახს დენი დღეიდან მიეწოდება. სოფლის ელექტროფიცირება USAID-ის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რისთვისაც 127,000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. სოფლის გამრიცხველიანების პროცესს USAID-ის წარმომადგენლები, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ. ეს არის კიდევ ერთ-ერთი სოფელი, რომელიც გამოაკლდა საერთო რაოდენობას ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი სოფლების, როგორც აქამდე განვაცხადეთ, ეტაპობრივად გაგრძელდება სამინისტროს მიერ ამ საკითხებზე მუშაობა და პრობლემები, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად მოგვარდება. ძალიან გვაწუხებდა უშუქობა, 22 წელი შუქი არ გქონია და ამ სალიარკის სულში დავიხჭით. ეხლა ძალიან ბედნიერები ვართ. შუქი გვაქვს, ჯერჯერობით დღე და ღამე. და მე რა იქნება არ ვიცი. ჩვენ ერთობლივად განვახორციელებთ სოფელ იმერხევის ასე ვთქვათ ელექტრიფიკაცია, სადაც მოხდა 4611 მეტრი მაღალიზაბის ხაზის შემოყვანა სოფელში და 5300 მეტრის შიდა ქსელის გაკეთება. გამრიცხველიანებული არის 48 აბონენტი, სოფელს მიეწოდება უწყობად ელექტროენერგია და რასაკვირველია შეექმნათ კომფორტი.